მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით უსაინტერესოესი ვიდეოთი TikTok-იდან ვინც გადმოხვედით, დააპლიუსეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი, ყველაფერი კარგი გააკეთეთ, იმიტომ რომ გვექნება დღეს ძალიან საინტერესო თემა. კონკრეტულად, რომ პირდაპირ უკავშირდება ასე ვთქვათ ეს ფულის დაზოგვას. გასწავლით, როგორ უნდა გამოვიწეროთ ჩვენთვის სასურველი პროდუქცია. ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება იყოს დაწყებული ჯინსიდან დამთავრებული smartphone-ის კაბელით. როგორ გამოვიწეროთ ეს ყველაფერი eBay-დან. დავიწყოთ მთავარით, იმისათვის რომ eBay-ზე გამოვიწეროთ რაღაცეები, საჭიროა რეგისტრაცია, ხო? სტანდარტულად. საიტზე როდესაც შევხვალთ, ზედა მარცხენა კუთხეში არის ესეთი ღილაკი sign in წერია. მე ახლა უკვე დამახსოვრებული მაქვს აკაუნთი, მაგრამ თქვენ თუ ახალი აკაუნთის გაკეთება გინდათ, switch accounts დააწვევით, create an account და ესე გამოიყურება შემდეგ უკვე სარეგისტრაციო ფორმა, ასე ვთქვათ. უთითებთ ძალიან მარტივ რაღაცეებს, სახელი, გვარი, იმეილი, მობილურის ნომერი. ასევე შეგვიძლია რეგისტრაცია გავიაროთ Google, Facebook და Apple-ის დახმარებითაც. რადგან უკვე გაკეთებული მაქვს აკაუნთი, ფიზიკურად fake აკაუნტსაც ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ დავიბლოკები eBay-ის მხრიდან ეს ბევრი აკაუნთის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ შემდეგ უკვე გიწევთ ისეთი რაღაცეების ჩაწერა, რაც არის უკვე ძალიან მარტივი. საცხოვრებელი მისამართი, მობილურის ნომრის დადასტურება და ასე შემდეგ. მოკლედ, ეხლა მე პირდაპირ შევალთ ჩემს აკაუნტში და იქიდან უფრო დეტალურად გაჩვენებთ რა და როგორ ხდება. მოკლედ, ესე გამოიყურება უკვე ჩვენი აკაუნთი ანგარიში. ზედა მარცხენა კუთხეში გადავდივართ account settings-ში და შემდეგ account-ზე იქნება აქ მონიშნული personal info-s menu-დან ნავირჩევთ პერსონალური ინფორმაციას და აქ არის უკვე ჩვენი მითითებული ინფორმაცია. Personal info-ში აი აქ ჩემი სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი, თბილისი, საფოსტო ინდექსი და ამ ყველაფერს ჩაწერთ იმ გრაფაში, რაც ზეღან არ გაჩვენეთ. მობილურის ნომერს დაადასტურებთ ძალიან მარტივად, უკვე ვერიფიცირებული მაქვს. თქვენთან მობილურის ნომრის გვერდით იქნება გაწითლებული, იმიტომ რომ დასადასტურებელი გექნებათ, დააწვევით დადასტურებას. მობილურის ნომერზე მოვა კოდი, რომელსაც ჩაწერთ მენიუში, რომელიც ამოვარდება, ასე ვთქვათ და всё. მეილიც და ნომერიც უკვე ძალიან მარტივად ესე ერთი კოდის ჩაწერით არის ვერიფიცირებული. მივადექით ყველაზე მთავარ დეტალს, რომელიც არის მისამართები. როდესაც გადმოხვალთ აი აქ account settings-ში, ზეგან სადაც გადმოვედით, გადავალთ მისამართებში. შემდეგ ვირჩევთ მეორეს shipping address, ანუ სადაც ჩვენს მიერ შეგვეთილი არჩეული ნივთი ჩავა. ვაწვევით edits. თქვენთან გამოჩნდება ესეთი რაღაც. ჩაწერილი იქნება ქართული მისამართი, რაც მიუთითეთ, თბილისის აბურთალო ვაკე, რაც ჩაწერეთ ჩვეულებრივად, მაგრამ მე უკვე დამატებული მაქვს ამერიკის მისამართი. როგორ ხდება ეს? თქვენ შემთხვევაში დააწვევით add another address, სადაც გამოჩნდება უკვე ესეთი მენიუ. რა უნდა ჩავწეროთ აქ, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს მისამართები და ასე შემდეგ. პირადად მე ვიყენებ მალეოს, ეს თუ გინდათ რეკლამაში ჩათვალეთ, თუ გინდათ არა რეკლამაში, მე ამას ვიყენებ, თქვენ შეიძლება სხვა გამოიყენოთ, მაგრამ მე გაჩვენებთ მალეოს შემთხვევაში რა და როგორ ხდება. როდესაც დარეგისტრირდებით, თქვენს კაბინეტში, პირად კაბინეტში გამოჩნდება მისამართები. ამერიკა, საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, პოლონეთი. მალე უგთავაზობს ამ 5 ქვეყნის მისამართს, ასე ვთქვათ. იქ აქვთ ეს საწყობები. და ძალიან მარტივად არის მოცემული სიტუაცია. თუ გვინდა ამერიკის მისამართის დამატება, აქ eBay-ზე United States-ი მონიშნული იქნება და ნახეთ name-ის, street address-ის, city-ის, zip code-ი. ერთ-ერთში ვაკოპირებთ ყველაფერს, name-ზე ვაკოპირებთ ამას, address-ზე, პირველ მისამართზე, ამას, მეორეზე, ამას, city-ში, Wellington-ს ავირჩევთ ჩვეულებრივად. zip code-საც მიუთითებთ იმას, რაც გვაქვს მოცემული მალეოს საიტზე. zip code-ი და დაგვშა მობილურის ნომერი, რომელიც გამოიყურება ეს. ამას ჩავწერთ უკვე აი აქ. ამ ინფორმაციის დატანის შემდეგ მოვნიშნავთ, რომ ეს მისამართი გახდეს მთავარი. ეს თუ არ მოვნიშნეთ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში გამოიგზავნება, ვერ გამოიგზავნება უბრალოდ იმიტომ, რომ ბევრი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირ ტრანსპორტირება არ არის, ამიტომ შუამავალი უნდა გამოიყენოთ ამ შემთხვევაში, გავაკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ, ანუ ეს მალეოს ამერიკის საწყობი არის შუამავალი ჩვენსა და eBay-ის შორის. eBay-ზე რაღაცას რო შევუკვეთავთ, მივა ამ მალეოს ამერიკის საწყობში და უკვე მალეოდან გამოიგზავნება ჩვენი ნივთი ჩვენთან. მოკლედ ეს ინფორმაციები მე მითითებული მაქვს. თუ მოგინდებათ პირობითად საბერძნეთის მისამართის, იტალიის მისამართის დამატება, ძალიან მარტივად აქ აირჩევთ საბერძნეთს, იტალიას, ამერიკის ნაცვლად და სხვა ყველაფერს, სახელს, მისამართს, ქვეყანას, zip codes, მობილურის ნომერს ერთ-ერთში აქედან იქ დააკოპირებთ. ამის შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერს დავამატებთ, მისამართებს დავამახსოვრებთ და ასე შემდეგ, უკვე შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქცია. ვინც TikTok-იდან გადმოხვედით, ალბათ ის საათზე ნახეთ, რაღაც $8, $3 მეთქი, აი ეს მოდელი იყო მაგალითად ამ შემთხვევაში განვიხილოთ.
ამის ფასი არის $3, შიპინგი არის free. ამასაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, მაგალითებს მოგიყვანთ რას და როგორ უნდა მიაქციოთ ყურადღება. ვირჩევთ თუ გვინდა ამ საათის გამოწერა, კატეგორიებს ვირჩევთ, ანუ ფერების მიხედვით, აქ სასურველს ავირჩევთ, ამის ფასი არის უკვე $5, ნუ ფერების და ვიზუალის მიხედვით, დიზაინის მიხედვით ფასები იცვლება. ნუ ეხლა კონკრეტულად ბევრი რო აღარ ვიწვავ და ის $3 არ მოვძებნო, იყოს მაგალითად ნებისმიერი საჩვენებლად გაჩვენებთ, აი ეს არის $5 მაგალითად. როდესაც ჩამოვალთ დაბლა, ნახავთ რომ ჩვენს მიერ მითითებულ, ანუ ამ შემთხვევაში ჩემს მიერ მითითებულ ამერიკის მისამართზე საწყობში ეს პროდუქცია, ეს საათი ჩავა 10 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე. ეს არის დაახლოებითი დრო. შეიძლება სხვა პროდუქციის არჩევის შემთხვევაში უფრო მალე მოხდეს, უფრო გვიან მოხდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ამასაც აუცილებლად დააგვირდით. როდესაც ჩამოვალთ სულ დაბლა, ნახავთ უშუალო პროდუქტის აღწერას. რა საათია, კვარცია, ელემენტი როგორი ტიპის აქვს, ისა და ასევე შიპინგში, როდესაც გადავალთ, ნახავთ ამ საათის მდებარეობას. კონკრეტულად ეს საათი არის ჩინეთში. ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩინეთიდან უნდა წავიდეს ამერიკაში, იმიტომ რომ მე ამერიკის მისამართი დავამატე და ამერიკიდან გამოიგზავნოს საქართველოში. მე თუ ვნახავ ისეთ საათს ან ისეთ პროდუქციას, რომელიც უკვე ამერიკაშია, ბუნებრივია ეს ჩამოტანის ვადა იქნება შედარებით ნაკლები, ასე ვთქვათ, და არ გაიწელება 10 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე. დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. მოკლედ, როგორც იცით, აქედან შეგიძლიათ ნებისმიერი რამის გამოწერა, მაგალითად ავიღოთ 13 Pro Max-ის кейსი iPhone-ის, რადგან მე ეს მოდელი მაქვს. მოკლედ, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ყველაზე დაბალფასიანი кейსი არის $1 შეფასებული 13 Pro-ი, გავხსნათ, მაგრამ აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ღირს $1, შიპინგზე ამას ემატება $4, ანუ რეალურად გვიწევს $5 გადახდა ამ кейსში. არის ისეთი პროდუქცია, რომელსაც აწერია free shipping-ი და რამის გადმოწერა თუ გინდათ მიაქციეთ ყურადღება, რომ free shipping-ი ეწეროს, იმიტომ რომ ცალკე shipping-ში, ანუ ტრანსპორტირებაში დამატებითი თანხა არ იხადოთ. შეიძლება თქვენ ისეთი პროდუქცია შეარჩიოთ, რომელზეც უეჭველი მოგიწევთ shipping-ის დამატება. მაგრამ გააჩნია, აი არსებობს ისეთი საათები, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ორკაპიკიანებია, ასე ვთქვათ, თუნდაც აი ეს შეიძლება ღირდეს $7, მაგრამ shipping-ზე ეწეროს $25. ამ შემთხვევაში არ გამოიწეროთ, იმიტომ რომ რეალურად საკმაოდ ცუდი სიხდით. ამ შემთხვევაში free არის, ან უფასო ამ საათის ტრანსპორტირება, მაგრამ ზოგადად გეუბნებით დააკვირდით აუცილებლად მაგ დეტალს. მოკლედ, დავუშვათ მოგვეწონა რომელიმე საათი, ახლა გაჩვენებთ უშუალოდ ყიდვის პროცესს. ამ მომენტში მე რაღაცას გამოვიწერ ვიდეოსთვის იაფიანს, ახლა iPhone-ების რაღაცების გამოწერას არ ვაპირებ. მაგალითისთვის იყოს ეს საათი, რომლის ღირებულებაც არის $5. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უნდა ჩამოხვიდეთ და წაიკითხოთ პროდუქციის აღწერა, შეიძლება მეორადი იყოს, შეიძლება კარგი მეორადი, ანუ ასე ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში. ეს საათი არის სრულიად ახალი, როგორც წერია ამ შემთხვევაში და ასევე seller information-ში, ანუ გამყიდველის ინფორმაციას შეგიძლიათ გადახედოთ, შეფასებები წაიკითხოთ, იქით-აქეთ, შეიძლება ვიღაცას კარგი ბევრი გაყიდვა ქონდეს, მაგრამ შეფასებები რო წავიკითხოთ, review-ები ეგრეთ წოდებული, ბევრი წერდეს, რომ რაღაცა უხარისხო არის, ჩამოვიდა დამტრეული რაღაც მსგავს. მოკლედ, ავარჩიეთ რაღაც კონკრეტული საათი. ნახეთ ფასი $5, add to cart-ს როდესაც დავაჭერთ, ეს არის კალათაში დამატება. მე თუ კიდე რაღაცების გამოწერა მინდა ამ საათის გარდა, ამას დავამატებ კალათაში, შემდეგ ავარჩევ სხვა პროდუქციას. მაგრამ რადგან ამ ეტაპზე მინდა მხოლოდ საათი, ვაწვევი buy it now-ს და შემდეგ უკვე გადავდივართ გადახდის ველზე, რითი ვიხდით. შეგვიძლია ნებისმიერი ბარათით და ასევე PayPal-ით, Google Pay-ით და ასე შემდეგ. ნუ ყველაფერს დაინახავთ. მე ვიხდი PayPal-ით ყოველთვის, იმიტომ რომ უფრო კომფორტულია ჩემთვის და თუნდაც თანხის დაბრუნებაზე რომ მივიდეს საუბარი PayPal-ზე, უფრო მარტივად ბრუნდება, ვიდრე თუნდაც საბანკო ბარათზე. მოვნიშნავ PayPal-ს ამ შემთხვევაში, ship to, ანუ სად წავა, ეს უკვე დამატებულია ჩემი ამერიკის მისამართი, თქვენ შეიძლება დაამატოთ, რა ვიცი, თურქეთი, იტალია, პოლონეთი, ხო, ის არა, საბერძნეთი, ამერიკა, ჩინეთი და ასე შემდეგ, ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. ყველაფერი წერია, shipping-ი free, უფასო, როგორც ავარჩიეთ და დავაწვევი ახლა უკვე pay with PayPal. საბანკო ბარათი თუ მონიშნეთ, აქ უკვე საბანკო ბარათის მონაცემებს შეიყვან ძალიან მარტივად, სახელს, ვის ეკუთვნის, რა წერია ბარათს, მოქმედების სვად და CVC კოდი უკან რაც წერია და ასე შემდეგ. მოკლედ, ვირჩევ PayPal-ს. eBay უკვე ავტომატურად გადამამისამართებს PayPal-ის ანგარიშზე, ჩვეულებრივად შევალ ჩემს ანგარიშში. კი ბატონო.
გადავიხადოთ $5. მოკლედ, თანხა გადახდილია ყველაფერი რიგზეა, მივიღეთ რაღაც გარკვეული დამატებითი ინფორმაცია, 13 ნოემბრამდე უნდა მივიღოთ ეს საათი, შეიძლება უფრო მალე მოხდეს, შეიძლება უფრო გვიან. ორდერ შეკვეთის დეტალებში, როდესაც გადავალთ, აქ მეილზეც მომივიდა რაღაც კოდი კი არა და გადახდა ამ შემთხვევაში PayPal-იდან. Deliver info, ეს არის საინტერესო. ჯერ არის processing-ზე, შემდეგ რაღაც გარკვეული დროის მერე გადავა shift-ზე, ანუ ტრანსპორტირებაზე და deliver-ს, როდესაც გაანათებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეს საათი უკვე მიტანილია იმ მალეუს ამერიკის მისამართზე საწყობში, რომელიც გვაქვს მითითებული. იქიდა, როდესაც უკვე მივა იმ საწყობში, გამოგზავნა უკვე ხდება საკმაოდ მალე, ალბათ დაახლოებით მაქსიმუმ 1 კვირა ჭირდება და შემდეგ უკვე მალეოს საიტზევე, როდესაც შევალთ, გადავალთ მიღებულ ამანათებში და აქ გამოჩნდება უკვე ჩვენი ახალი პროდუქცია, პატარა დეკლარაციას შევავსებთ და ეს ჩემი ძველი გზავნილები შეგიძლიათ ნახოთ აქ და რამდენად ცოტას ვიხდი, ესე იგი ეს არ ვიცი რა პროდუქცია არის, ეს მეორე რო ავიღოთ, რაღაც $8 მაქვს გამოწერილი, წონა იყო 0.04 კილოგრამი და ტრანსპორტირებაზე მომიწია ლარის დამატება მარტო. ანუ ამ შემთხვევაში საათზეც მომიწევს ალბათ მაქსიმუმ $1 დამატება. თუ უფრო დიდი მოცულობითი მძიმე რაღაც გამოიწერეთ, ბუნებრივია ამ შემთხვევაში მეტი უნდა დაამატოთ. მოკლედ, მალეოზე თანხის შეტანა მოგიწევთ ამ თანხის გადახდის მიზნით, ასე ვთქვათ, რაც უნდა დავამატოთ. ბალანსის შევსება მალეოზე უმარტივესია, ჩვეულებრივად ბალანსის შევსებას ვაწვევით. ბარათიდანაც შეგვიძლია და თუ სწორად მახსოვს ჩასარიცხი ტერმინალები, რაც არის Paybox, TBC Pay, საქართველოს აპარატები და ასე შემდეგ, მაქედანაც შევძლებთ, მაგრამ ბარათიდან ძალიან მარტივად შეიტანთ თანხას, ბარათიდან მაქვს დაახლოებით $3 შეტანილი, რაც ჯამურად დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი ნივთი გამეფორმებინა და სულ ეს არის. როდესაც შეხვალთ eBay-ზე, თუ კიდე დაგჭირდება თქვენი ნივთის ნახვა, ასე ვთქვათ, My eBay-ს ჩამოშლით მარჯვენა მხრიდან, შემდეგ Summaries-ი გადავალთ სულ პირველში და აქ გამოჩნდება უკვე ეს ჩვენი საათი. აქედან ისევ შეგვიძლია გადავიდეთ შეკვეთის დეტალებში და კიდევ ერთხელ შევხედოთ აქ დაწერა რომ 16-ში უკვე თანხა გადახდილია, ეს დადასტურდა და თუ რაღაც ინფორმაცია მივიღეთ დამატებით, ხო, ანუ პირობითად თუ უკვე გაიგზავნა ეს ნივთი, თუ უკვე მივიდა, აქაც გამოჩნდება და ეს ინფორმაცია უკვე თქვენს მეილზეც გახდება ცნობილი. თუ რაღაცა პრობლემა შეიქმნა, აქ უკვე შეგვიძლია კონტაქტ სელერს დავაჭიროთ და უშუალოდ გამყიდველს დაუკავშირდეთ, ვისგანაც შევიძინეთ ეს საათი. აქვე წერია, როდემდე შეგვიძლია ამ საათის დაბრუნება. ამ შემთხვევაში მითითებულია 2024 წლის 12 იანვარი. ანუ ამ დრომდე შემიძლია ეს საათი დავაბრუნო უკვე. მაგრამ მე ეჭვება ხა $5 საათი, რაც არ უნდა ჭირდეს დავაბრუნო. დიდი სურვილი ვაფშე არ მქონია ამ საათის ყიდვის. უბრალოდ გაჩვენეთ აი ესეთი იაფიანი პროდუქცია, როგორ უნდა იყიდოთ. ყიდვის პრინციპი არის როგორც $5-ზე, ასევე $10,000-ზე ერთი და იგივე. მთავარი ძირითადი დეტალები, რაც იყო რეგისტრაცია, მისამართის სწორად დამატება, გაჩვენეთ. ხოლო პროდუქციის შერჩევას რაც შეეხება, ეხლა პირადად მე აქედან მაინც და მაინც ვირადღირებული რაღაცების გამოწერას არ გირჩევთ, მაინც თავს დავისხევთ და მაგიტო. iPhone-ის გამოწერა თუ გინდათ Apple არსებობს ყველაზე კარგი ვარიანტი მაგისთვის. რთულად გასაკეთებელი აბსოლუტურად არაფერი არ არის. მე ბევრი ვილაპარაკე შეიძლება, მაგრამ ყიდვის პროცესს როგორც დააკვირდით, დაჭირდა მაქსიმუმ 2 წუთი. იგივე პრინციპი არის მაგალითად Amazon-ზეც, AliExpress-ზეც, Alibaba-ზეც, მსგავსი ტიპის საიტები რაც არის, ყველგან მოქმედებს ეს პრინციპი. დეტალურად ყველანაირ ინფორმაციას მივიღებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ. ეხლა მე ჩემ შემთხვევაში, რადგან მალეო მაქვს გამოყენებული, მალეოსგან მომივა ინფორმაცია, სად არის, როგორ არის, როდის ჩამოვა, რამდენი მექნება დასამატებელი ეს ჩამოტანის ღირებულება, მაგრამ ლარნახევარი დავამატო მაქსიმუმ ამ $5 საათზე. მოკლედ, დაგემშვიდობებით, რამე კითხვები თუ გექნებათ. კომენტარები ღია შეგიძლიათ დააკომენტაროთ, ვიდეო თუ მოგეწონათ დაალაიქეთ აუცილებლად, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ სარისხი ლაიკი, გისურვებთ ყველას წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.